საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდა გესაუბროთ აი ამ საშინელ ამბავზე, რომელიც საშინელით ამბავიც მოხდა აშხაბადში. სადაც კობახიძე იყო წათრეული და ესე რა ქვია, პუტინი იყო იქ სადღაც 3-4 მეტრში მისგან და ნუ დაღუპულ ვართ და დაგქცეულ ვართ და გადავშენებულ ვართ და დაგვეკარგია ყველაფერი ამ ქვეყანაზე და არ ვიცი რა, მოკლედ ჩვენ თვალწინ ნახეთ ევროპის გზის დასამარება და როგორ დავედით ხალხო ბრიუსელიდან აშხაბადამდე, რა დონეზე ჩამოვედით ქვეყანა, რა საშინელება მოხდა. აი პუტინი, ეს საზიზღარი პუტინი, ქართველების მკვლელი, სისხლის მსმელი, ატყდა ახლა ეს ტრადიციული ისტერიკა და კოცებს რო კითხო, თავის ბაბლს, თავის დებილ გამოკლეებულ ბაბლს აჯერებენ, რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა პრაგმატული პოლიტიკით ახდენენ რუსებთან ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებას, ბიძინა ამას, ის ლეგენდები როგორც დარბოდა და დადის და იქეთ მეორე მხარე, დაქვია, რას ქვია, სადღაც კობახიძე ეგდო ფორუმზე და იქ სადღაც იდგა პუტინი და აი ეს რა საშინელების წინაშე ვდგევართ ხალხო, თქვენ წარმოგიდგენიათ რა საშინელება მოხდა? საერთოდ ჯამში რა არის ხალხო, იცით? ეს არის ჩვეულებრივი ნაცკოცური ბაბლი, ბურთი, რომელ საინფორმაციო იმაში ზის ეს ხალხი, ყავთ თავისი ზბროდი ერთი მხრიდან, ყავთ მეორე ზბროდი მეორე მხრიდან და ეს უნდა იყოს რა მთელი ამ ხნის მანძილზე და ქართველმა ერმა უნდა უყუროს ამ ყველაფერს და ვაიმე ასე, ვაიმე ესე რეალური განხილვა არ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის. დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური იდიოტიზმი არის ის, რასაც ეს უკნიდან განათლებულები იძახიან, როგორ დავედით აშხაბადამდე, ჯერ ასერჩიან ამ აშხაბადს ვერ გამიგია. და ერთი ახალი გამომწერი მომემატა, რომელიც მიმტკიცებს, რომ რას ამბობ, ბიჭო, რა თბილისი რა ევროპული ქალაქი არ არის? ქუთაისი ევროპული ქალაქი არ არის? აბა აზიური ქალაქია? არ ვიცი, მე რა ვილაპარაკო ამ დებილებს და რა უხსნა ამ ხალხს, არ ვიცი, იმიტომ რომ აი ძალიან კატასტროფულ მდგომარეობასთან აქვს საქმე და ასევე მეორე მხარეს არის ასევე რეგვენი ქოცბანდა, რომელიც ამბობს, რომ აი თურმე აცალეთ ბატონმა ბიძინამ და ქოცებმა იციან, ახლა ასია საჭირო, რომ იქ უნდა იყოს და ნელ-ნელა პრაგმატული პოლიტიკით რუსეთს უახლოვდებით. არ ვიცი, ეს საერთოდ იდიოტიზმი არის, ეს საერთოდ არ ვიცი რასთან არის ახლოს, იმიტომ რომ ქოცებმა თავისი მოსვლის შედეგად რუსებთან ურთიერთობაში განა, იმიტომ რომ მათ მართლა ამ პრაგმატული პოლიტიკა აქვთ, ან რაღაცა გააჩნიათ, ან რაღაცა თავისი პირადი გამორჩენიდან გამომდინარე, თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყეს რუსებთან მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და მორჩა დამთავრდა რა. ახლა მეტი აბა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რამე კონფლიქტებთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯით არ წაწეულა ქვეყნის სიტუაცია და ახლა თავის დროზე სააკოვსაც რო არ ქონოდა, სააკოვის ამომავალი პოლიტიკა რო არ ყოფილიყო იმაზე, რომ 24 საათი ეგინებია რუსეთისთვის ელანძღად ეს და ის და ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე ორიენტირებულიყვნენ, არც ისომი მოხდებოდა და არც ის სისხლი და არც ის უბედურება და ქოცებმა ძალიან კარგად იციან და ამადლიან ახლა ხალხს, რომ თვითონ მილიონებს შეულობენ, ავსებული აქვს ჯიბეები რუსებთან ურთიერთობით, ახლა ქვეყანას რა ამით ერთადერთი რო არა ეს რიტორიკა და უბედურება და თვითონ კაი სიმბიოზია, თვითონ ქოცის უთავმოყარეო სიმბიოზია ასეთი და ქართველ ადამიანს უბრალოდ რა ახლა გლეხი როგორც სიტყვაზე ყურძნის გაყიდვიდან როგორც ღებულობდა კაპიკებს, ისე ღებულობს კაპიკებს. ახლა ჩვეულებრივ გლეხებისთვის არაფერი დიდად არ შეცვლილა ამბიდან გამომდინარე, მაგრამ აი ამას ეძახიან წარმატებას. მაგრამ რასაც ქვია ახლა პოლიტიკური საკითხების მოგვარება და პოლიტიკური საკითხების დალაგება ქოც 1 სანტიმეტრით არ წაუწევია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირიქით დაწყებული მცოცავი ოკუპაციით, ჩორჩანით თუ ასე შემდეგ, მოდიან და მიაქვთ იქამდე სარამაა საჭირო. ამიტომ მე ესეთი იდიოტიზმების არ მჯერა და მეწოდება ის დებილი ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის ჯერა და თან ამ ყველაფერს ქოცები ისე სამარცხვინოთ აკეთებენ, რომ აი არ ვიცი, იცი, ახლა
გეტყვით აგერ აფხაზეთთან დაკავშირებით ხომ ვისაც გაინტერესებთ და არ გინახიათ შეგიძლიათ შებრძანდეთ და აქ ლინკი არის აგერ მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ სრულად ეს სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ტერმინალი აშენდა, იქეთაც გავიდა ტვირთი, აქეთაც გამოვიდა ტვირთი და აფხაზები ამბობენ ყველა ისარგებლებს ამ დერეფანით ქართველების გარდაო და გამოდის ყობახიძე და იძახის რომ ხო გითხარით მე ესენი ამას იტყვიან თქო აი ნაცებმა მოაწერეს ხელი და ნაცებმა რომ მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას ამის მერე ჩვენ ნაბიჯი არ გადაგვიდგია ვისაც გაინტერესებთ კიდე ერთხელ გეუბნებით დეტალურად ეს საკითხი რა ხდება აფხაზეთში რა შეიძლება მომხდარიყო და რა მოხდა და რა ხდება შეგიძლიათ ნახოთ აი მითითებულ ლინკზე აგერ აქ ქვემოთ თუ არა თუ YouTube-ზე ნახავთ ჩამოყევით 1-2 ვიდეოთი ქვემოთ და ნახავთ რა და იმდენად უხეშად აი იმდენად ნაგლად მოიტყუა ამ ნაგავმა ადამიანმა ყობახიძემ ხო არის ის ეთყობა ყობახიძემ ქოცების დროს რა მოხდა და აი გაჩვენებთ აგერ რა გადაეცით ვიცი ბევრი ქოცე მიყურებთ აქ და გადაეცით ყობახიძეს რომ 2017 წელს ქართულმა ოცნებამ სრულყოფილებაში მოიყვანა ნაციონალური მოძრაობის მოქმედება და შვეიცარიული ფირმა რომელიც ფირმაც იყო მოლაპარაკებების დროს შერჩეული ხელი მოაწერა ჯერ საქართველოს მხარემ საზღვრების კონტროლზე ზუგდიდში და იმაში რა ქვია სოჭის მხარეზე როკი იმის რა ქვია გორის მიმართულებაზე და ასევე ლარსი იმის რა ქვია ვლადიკავკაზის მიმართულებაზე ხელი მოაწერა აბაშიძე კარასინის ფორმატში განიხილებოდა ეს ყველაფერი და ფინანსთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებთან წარმომადგენლებთან ერთად მოაწერეს ამ ყველაფერს ხელი და შესული არის ძალაში 2017 წელს მოხდა დასირებულო ვითომ არიცის და ვითომ არაფერში მიუღია მონაწილეობა ეს ქართული მხრის დასტურია შეგიძლიათ დოკუმენტი დევს ჩემს გვერდზე და ნახოთ და ახლა გაჩვენებთ აი ამ დებილს ამას გადაეცით რომ თურმე ამან არ იცის რომ იქიდან აფხაზეთიდან სატესტო ტერმინალში თურმე შემოდიან კიდე ტრაილერები და გადაეცით ამ დასირებულს და იმ დასირებული მას რა ქვია დინარაძეს რომ შემოდიან იქიდან მანქანებით სატესტო რეჟიმში ზოგი ირანში ზოგი აზერბაიჯანში ზოგი სომხეთში იგზავნება და შეამოწმეთ მაინც რაღაცა არ შემოყვეს იმას რა ვიცი რა ქათმის გრიპი ან რა ვიცი ან ტროტილი არ შემოყვეს უკრაინიდან ან რაღაცა შეამოწმეთ თუ არ იცის ძალიან ცუდია იმიტომ რომ ერთი გზა არის აფხაზეთთან სახმელეთო გადმოსასვლელი და წესიდარიგით მაგას უნდა აკონტროლებდეთ ახლა მაგრამ იტყობა თქვენი თანამშრომლები არ აკონტროლებენ და თქვენს გიმალავენ ეს რუსული მხრის ხელმოწერა არის ამ საკითხთან დაკავშირებით რომ შვეიცარიულ ფირმასთან მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ მოაწერა და გააფორმა რუსულმა მხარემაც გააფორმა და ახლა არაფერი სასწაული არ ხდება ჩვეულებრივად ამ ყველაფრის პრაქტიკაში მოყვანა და განხორციელება. ამიტომ ეს უხეში ტყუილი, ყობახიძის უხეში ტყუილი ტრაგზე ააფარეთ, ვისაც გაინტერესებთ, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, ამაზე თვითონ ნაცებიც არიღებენ, ხმას, ნაცებიც არიღებენ, იმიტომ რომ ნაცები არიან ამ ყველაფრის შემოქმედები თავიდან ბოლომდე და ახლა მაგათი ესენი იყვნენ, რო ასაღებდნენ, რომ თურმე რა ხელა წარმატებას მიაღწიეს და რუსეთი დააჩოქეს ამ მოლაპარაკებებზე და სინამდვილეში სამ მიმართულებაზე როგორც იქედან აქეთა მხრიდან საზღვრის კონტროლი განახორციელეს. მოკლედ, დეტალები ამ საკითხთან შეგიძლიათ ქვევით იხილოთ. ეხლა რა შეეხება ამ კოცურ ბალაგანს და ნაცურ ბალაგანს მე მინდა აი ამ უბრალოდ მეწოდება ის ხალხი ვინც ამას გულწრფელად ამბობს. ისე აი გულწრფელად როდესაც ამბობს, რომ რას ქვია იქ თურმე პუტინი იყო და რას ქვია ყობახიძე იყო იქ და აი ამის გამო ერთი წივილ-კივილი უნდა ატყდეს, მაგრამ ნუ არ ვიცი ეს მათი დაბალი განათლების, დაბალი ინტელექტის ამბავი არის, ან მეორე ამბავი არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კონკრეტულად ბრიტანეთის შექმნილი რუსოფობიული ვირუსი, ეს ახლა არ არის, ეს არის მე-19 საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე პატრიოტიზმი, იმიტომ რომ თქვენ თუ შეხედავთ ამ უკნიდან განათლებულების პატრიოტიზმს, მათი პატრიოტიზმი გადის ორ რამეზე. რუსოფობია პლუს უკნიდან ევროპაში წასვლა საქართველოს მეტი ამათვის პატრიოტიზმი არ არსებობს და ატყდა ერთი წივილ-კივილი. ვაიმე და სხვათა შორის ახლა გამიკვირდას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კარგად ვცნობ ახლა საერთოდ სოციუმს, მაგრამ და ვიცი ახლა როგორ და რა ხდება, მაგრამ აი ეს არის ესეთი გვერდი არის, ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდული ძალა. მე უბრალოდ რა არის, იცით, აი კი არ გამიკვირდა. აი რა არის, იცით, საკუთარ თავს რო აკადრა ახლა, იმიტომ რომ კარგად მოაზროვნე ახალგაზრდა არის, ბევრი რაღაცა ესმის, ენაც უჭრის, აი რა ვიცი, ეგეთი ორგანიზაცია არის. არ მინდა რაღაც სხვანაირად მიიღოს, მით უმეტეს, როდესაც არაბიზაციის საკითხზეც ხმას იღებენ და, მაგრამ
ეხლა ყველასთვის გასაგები არის, რომ ასეთ ახალგაზრდებს, როდესაც უხსნიან გზას, ტევე პირველი და ფორმულა და მსგავსი ლიბერალურ უბედურული ისინი, რა ქვია, არხები და ინფორმაციები, გასაგებია ეხლა საიდანაც ხდება ამ ყველაფრის მხარდაჭერა და თვითონ ამ ახალგაზრდას გონა არ მინდა ეხლა ცუდად მიიღოს, გონება კარგად უმუშაობს და ძალიან ბევრ საკითხთან დეტალურად ლაპარაკობს. მაგრამ გასაგებია ალბათ ეს რომ ესეთი რაღაცა უნდა თქვას, რაღაც პოსტი უბრალოდ შემხვდა, კომენტარიც დაუწერე იქ, რომ ესე იგი თურმე ეს როგორ მოხდა, რომ კობახიძე იქ იყო, კობახიძეს და ქოცებს და აი ბიონაგავზე საერთოდ ლაპარაკი არ მინდა. ესენი არის რაღაცა ამაზრზენი წარმონაქმნები, ბიძინა ზოოპარკი, ცხოველები, მოღალატეები პირდაპირ, აი გამყიდველები, ერის გამყიდველები, სულში ჩამფურთხელებელი, ამაც ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ რას ქვია, კაცო, იქო პუტინი იყო, ქართველებისო ჯალათიო, ანწუხელიძის მკვლელიო, ეხლა გასაგებია. სხვადასხვა ჩამოთვლილი იყო ქართველი ჯარისკაცების, ქართველი ხალხის და იქ როგორ მივიდაო და თან ასეთი სახითო როგორო დაჭდა. აი როგორი სახითაც, მე ნახე ამის სამის სახის მიმიკა, ეს ერთი და გასაგებია მიმიკა ესეთი იქნებოდა და საერთოდ რაშია ხალხო საქმე იცით ესენი რო დასვა ახლა შენ სალაპარაკოთ ან ლავროვთან ან პუტინთან პირდაპირ უკაცრავად ჩაიჯوانენ. მოკვდებიან იქ რა უნდა ილაპარაკოს ახლა ამან ან ლავროვთან ან პუტინთან ან ვინ უნდა ილაპარაკოს იმათთან აი საქართველოს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკური კლასიდან. ხო მოკვდნენ იქ და ხო გაძვრათ სულით და თავისთავად ბუნებრივია ჩაფსმული ჩასვლის სახე რო ქონდა დამანჭული იქ იდგა ის ჟორი ახლოს და არ არიან ისეთ რაღაცას ესენი მიჩვეული აქ ესენი არიან მიჩვეული სულ მუდამ შიგ ევროპაში თქვენ რა კარგი ხართ რეფორმებს ახორციელებთ არჩევნებს ატარებთ და ესეთ გარემოცვასა მოხდა რადიკალურად სხვა გარემოცვაში იმიტომ რომ იმ გარემოცვამ დაადო კარგი დასადები და ამაზე აყვა ერთი წივილკივი ახლა მე მინდა ახლა ეს რა ვიცი ესმის ამ ბიჭს ახლა საკითხები და ერთი რაღაცა მინდა დავსვა. კითხვა დავსვა. ხალხო საერთოდ მე არ მესმის და ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების რომლებიც ამბობენ რომ აი ჩვენ რუსეთი გასაგებია ახლა დებილი უნდა იყო ადამიანი რომ ვერ ხედავდა რუსეთი დამყრობელი და წაღებული აქვს ტერიტორიები მაგრამ როდესაც მიდგება საქმეზე, როგორ უნდა როგორ უნდა მოიქცე, ომი არ უნდათ. ჩვენი გულისთვის რო არავინ იომებს, ეს უკრაინის ფაქტს დადასტურდა და დებილმაც გაიგო. აბა რა გინდათ? აბა რა უნდათ, იცით? და ესეთ პასუხს სცემენ. ხალხო, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს ესა რა ქვია, მოლაპარაკების გარეშე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი კაცო. უნდა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს აღიარება, დააბრუნოს დევნილები და მერე დაელაპარაკებიან. მე ამ ხალხს ვინც ახლა ამ აზრზე ელაპარაკობს, ერთი კითხვა მაქვს, მერე რაზე ელაპარაკებით რუსეთს, ისე მართლა მაინტერესებს, მერე რა გაქვთ ერთი რუსეთთან სალაპარაკო. არა მე მართლა მაინტერესებს, რომ მერე რაზე უნდა ელაპარაკო რუსეთს. მე ვერ ხვდები, არ ვიცი, მე ალბათ სხვა თემებს. და ღვინოს ისედაც ყიდით და სავაჭრო ეკონომიკური კავშირები ისედაც მუშაობს ჩვენი ვრად. მე რაზე უნდა ელაპარაკოთ. ხო და ახლა მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. რა ვიცი, ალბათ ეს ახალგაზრდაც ნახავს და მეთქვი მისთვის თვითონ გამოადგება და ბიჭო პოლიტიკა საერთოდ არის მეცნიერება. ხო და მეცნიერებაში გამოხვიდე და 2+ მათემატიკაში 2+2 რო 4-ია ელემენტარული აქსიომა არ იცოდე ეს იმის მანიშნებელი არის ეს მაჭავარიანის შვილია აი მამა რო ის იყო რა ქვია ნაცებთან რო იყო ისა და ბიძა რო იმასთან იყო საჩერლები რო არიან შემოულაწუნესთან რო იყო არ ვიცოდი, მადლობა ინფორმაციისთვის. მიშას შვილი თუ აბა. მაგი რომ ცოდოდა, თავიდანვე მეცოდინებოდა ეგ ყველაფერი. მაშინ მიშას შვილი თუ არის ეს ადამიანი, მამამისის დიდი პოლიტიკოსი იყო. არ გამიგვირდა, კაიხანია, გამქრალი არის პოლიტიკიდან და მეთქი ეყო ჭკუა თქვა და შენ თვითონ თავი დაიღუპე, შენ მაძმამ თავი დაიღუპა ამ პოლიტიკაში და ახლა შვილსაც ღუპავთ, გვეუპატრონოებო. რა გინდა საშოვარი მაგალია.
ხო და რა მინდა გითხრათ, იცით? თუ საერთოდ გადახედავ პოლიტიკას, გადახედავ ისტორიას, გადახედავ ზოგადად შეისწავლე რა სამყარო როგორ არის მოწყობილი და როგორ ურთიერთობს, როგორც ველური. აი, გასაგებია ის თუ ამით უმეტეს ბევრი არის, ბევრი ყოფილა სათქმელი და აღარ დავიღლი ენას მისგან. თუ გაიგებ, რომ სამყარო როგორ მოქმედებს და როგორ არსებობს, ხო? მაშინ კარგად გეცოდინება, რომ პოლიტიკა არის უნდა იცოდე ადამიანმა ესა ჩვეულებრივი ჯუნგლის კანონი, რომელშიც არის მარტივი აქსიომა ისიც, რომ ჯერ კიდე ბერძნული მითოლოგიიდან ის რაც ეპატიება იუპიტერს ის არ ეპატიება ხარს. ხო, ესეც უნდა იცოდე და აქსიომა იმის, რომ გეოგრაფია განსაზღვრავს ერების ცხოვრების ბედს. ისე ცნობისთვის რა. სადაც ხარ, შენი პოლიტიკა და შენი არსებობა იმ საარსებო გარემოში უნდა ააწყო. ხო, ის არის. ისე უნდა ააწყო, რომ ამ რეგიონში საარსებო გარემო შეიქმნა და მშვიდობა დამყარდეს შენ ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა, მეზობლებს არ ირჩევენ, შენს გარდა იქ სხვა ცხოვრობს და ყველას აქვს თავისი ინტერესები და დაიცვა შენი ინტერესები. აი ეს არის პოლიტიკა. აი ამ ახლა დებილიზმს, რომელიც დებილიზმიც არის დამკვიდრებული, რაზეც ვისაუბრია ეს რუსეთთან დაკავშირებით საქართველოში. ვაიმე, ამის მკვლელი, იმის მკვლელი, ასე ისე. ბიჭო, ეგერ ვერ ხედავდით ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრეზიდენტი ერთმანეთს აგერ ჩვენზე მეტი ადრე 2020 წელს დამთავრდა ომი და იმდენი სისხლი დაიღვარა და შეხვდა ერთმანეთს ელაპარაკა. რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები, რომლებიც 29 უზარმაზარი ომი აქვს ერთმანეთში გადამხდარი და 28 რუსეთის გამარჯვებითაა დამთავრებული. ეს ხო ფაქტია. რაზე უნდა ვილაპარაკოთ ელემენტარულად თუ თქვენ საერთოდ პოლიტიკოსობას და რამეზე გაქვთ აზროვნება საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთთან 100 წლიან განუწყვეტელ ომებს აწარმოებდნენ და ამ 100 წლიან განუწყვეტელ ომებში იცით რა ორივე მხარეს რამდენი თავისი გმირი ყავდა? რამდენი ანწუხელიძე ყავდათ იქ, რამდენი ონიანი ყავდა? თავისი ინგლისელი და ფრანგი. და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთმანეთის მიმართ უზარმაზარი ზიზღია. აი უზარმაზარი ზიზღია. მე აქ ავარ და კარგად ხედავ. საზოგადოებაში რაც ღიად შეიძლება არ ითქმება და არაა მიღებული, იმიტომ რომ აიძულა სიტუაციამ, გაერთიანებული იყვნენ შემდეგ საერთო მტრის მიმართებაში და იძულებული გახდნენ პრაგმატული პოლიტიკა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა შეეწყვიტათ და დანარჩენებთან იგივე გერმანულ საფრთხესთან, იგივე საბჭოთა საფრთხესთან ერთობლივად ეომათ, იგივე რუსულ საფრთხესთან ერთობლივად ეომათ და ეს მოიტანა პოლიტიკამ საერთოდ ისე რა. ხო და ესე თქვენი იდიოტური ლოგიკით ეს არ უნდა მომხდარიყო, ხო? არ ვიცი, აი საზიზღარი გაუნათლებლობის დონე არის რა. აი საზიზღარი გაუნათლებლობის დონე არის ყველა სფეროში. აი ახლა გამახსენდა სხვათა შორის აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ფრანგულ-ბრიტანულ საკითხთან დაკავშირებით, აი უკაცრავად იმ დონის ზიზღია ეს ანეკდოტებში გამოიხატება. მაგალითად, ფრანგ მანდილოსნებს, როდესაც კრიტიკული დღეები უდგებათ, როგორც მანდილოსანს თვეში ერთხელ, აი ესე ამბობენ, რომ ინგლისელები მოდიან. აი ამ დონის ერთმანეთის მიმართ სიძულვილი, კონკურენცია და ეს აქვთ, რა ქვია, დაგროვილი ერთმეორეში. და რაც შეეხება სხვათა შორის აი ეს ნიშანი რო არის კიდე ხო იცით აი ძალიან ბევრი რო მასონურ ნიშანს და აი ეს 1000 რამეს და ზოგი ვივას ეძახის და ზოგი რას და საიდანაა ეს ნიშანი წამოსული. აი ეს ნიშანი სხვათა შორის არის წამოსული დაიმახსოვრეთ ეს რო იცოდეთ რა ფრანგულ-ინგლისური ომიდან. იმიტომ რომ ინგლისელებს ყავდათ ძალიან კარგი მეისრეები და ფრანგები როდესაც იჭერდნენ ტყვეობაში როდესაც ვარდებოდნენ ინგლისელები აჭრიდნენ აი ამ ორ თითს რომ ისრის გამოწევა არ შეძლებოდათ და სრულად და უშვებდნენ ცოცხალს დამახინჯებულს და მომავალში შემდეგ ომები როდესაც ხდებოდა ინგლისელი მეისრეები აი ამ ორ თითს აჩვენებდნენ ფრანგებს რომ მაქვს მე ორი თითი და შემიძლია ესროლო და მოკლა.
აქედანაა წამოსული და არა რაღაც ეს ლეგენდები, რომ აი მე მასონური ლოჟის დარბაზები და მსგავს რაღაცა ბოდუები და ხოდა აი ამ ხელა სიძულვილის და ამ ხელა ზიზღის და ამ ხელა დაპირისპირების შემდეგ მოლაპარაკებებით მოხდა დასრულება. რუსი გენერალი არის, რომლებიც საერთოდ ცნობილები არიან თავიანთი ომის მიმართ აი სისხლით მოწყურებით და 1000 უბედურებებით, რომელიც საერთოდ დაუნდობლობით ახასიათებთ საერთოდ. შედით ნახეთ ელემენტარული ხო? იგივე ცნობილი გენერალი ლებედი იყო, რომელიც ამბობდა, რომ მე თვითონო სამხედრო კაცი ვარო, გამომივლია ამდენი ომი და კონფლიქტებიო, მე თვითონო ომის წინააღმდეგი ვარ. და უბრალოდ მარტივი მიზეზის გამო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან სრულდება მოლაპარაკებებით. და ომის შემდეგ ყველაფერი წყდება აბსოლუტურად მაგიდასთან. ნებისმიერი ომი არ აქვს ამას მნიშვნელობა. და თუ კი შესაძლებელი არის ყველაფერი გადაწყდეს მაგიდასთან, მაშინ რა საჭირო არის ამდენი სისხლი, ამდენი უბედურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა იმისკენ მიმყავს უბრალოდ საუბარი, რომ ეს ყველაფერი არის როგორც დაბალი ზოგადი განათლების აჩვენებელი, ეს არის ასევე პოლიტიკურ განათლებაზე უკვე ზედმეტი არის საუბარი. ეს არის პირდაპირ მანიშნებელი, რომ თქვენ ასრულებთ დავალებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, რომლის იდეალური გამოსავალი იყო, არის და იქნება, რომ მომავალშიც რუსულ-ქართული ურთიერთობები ყოველთვის იყოს ჩიხში, ყოველთვის იყოს პრობლემები, ყოველთვის იყოს დაძაბულობა. ამით კმაყოფილი არის ბრიტანეთი, ამით კმაყოფილი არის ევროპა, ამით კმაყოფილი არის შეერთებული შტატები, ამით კმაყოფილი არის თურქეთი, ამით კმაყოფილი არის ირანი, ამით კმაყოფილი არის ყველა, გარდა ქართველების და რუსების. ამიტომ ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი. ეს არაა შემთხვევით და ჰაერზე მოსული პრობლემა, ეს არის ძველი ისტორიული პრობლემა არის მოსული, გაჩენილი, რა ვიცი, თუ მომიხერხდა შემდეგ შევეცდები ამ საკითხის დეტალურად ახსნას. თუ რატო არის რუსოფობია და რას წარმოადგენს და საიდან შემოვიდა და როგორ მოახდინა ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდე კავკასიაში ამ ყველაფრის მოტანა და როგორ მუშაობდნენ დღესაც. ისინი იუველირი სიზუსტით მომუშავე ხალხი არიან, ეს არ გეგონოთ ახლა ეს. ჩვენი ის, რა ქვია, სპეცსამსახურები არ შეურაცხყოფას არ ვაყენებ მე იქ პროფესიონალები ვინც არიან, მაგრამ აი დინარაძის მიერ რო ხდება ეს მართვა და ლილუაშვილის მიერ და ეს არის უსერიოზულესი სპეცსამსახური, რომელიც იარაღად დაიტოვა ბრიტანეთმა არმიის და უსაფრთხოების გაუქმების შემდეგ. ამიტომ საერთოდ რასთანაა საუბარი, ჯერ კიდევ ვერ გაუგია და ვერც გაიგებენ მომავალში. ასიზამ ამდენი კაცი ისე მოკვდება, ისე უბჟეოდ გაივლის სოფელს, მიქელანჯელო გულს არ მოხდება, ვერ გამოარჩევს ასხმაში შოპენს, რამდენი კაცი არ გაშლის რუსთველს, რამდენი კაცი არ გაშლის ბოდლერს, რამდენი კაცი უბადრუკია, რამდენი კაცი ძაღლს ახავს უწვრთნელსო და ზოგი ისე მოკვდება, ხო, ახლა რაღაც ბოდლერი და რუსთაველი და შოპენი და ესეთი რაღაცეები კი არა პოლიტიკაში იქნება, პოლიტიკოსი ერქმევა და ელემენტარული აქსიომა არ ეწოდინება პოლიტიკას. საქართველოში შესაძლებელია. საქართველოში შესაძლებელი არის ადამიანი გახდეს თითქმის გენერალი, ისე რომ მისი მსახურის პერიოდში არც ერთ სამხედრო კონფლიქტებში არ მიიღოს მონაწილეობა. არა აქვს სავალდებულო შენი ცოდნა, შენი განათლება. აქ იგივე პოლიციის საკითხი იყოს, ადამიანი შეიძლება იყოს ძლიერი ოპერი, მაგრამ ვერასდროს ვერ აცდეს იმას, იმიტომ რომ პატრონი არ აყავს. ამიტომ ვისაც პატრონი ყავს, კარგად ჩანს აგერ კაცო, როგორ იწვევენ და როგორ ალაპარაკებენ და ელემენტარული არის თლა დამეკარგა ამ ადამიანზე წარმოდგენა ახლა, რადგანაც ეს ახსენეთ, მინიმუმ პოლიტიკოსების ოჯახიდანაა და ამდენი მაინც უნდა იცოდეს რა, მე ახლა ამის არ მტერვე პირიქით, რასაც კარგს ამბობს და ვინც იტყვის კარგს, მართლა გაუმარჯოს ყველას, მაგრამ აი მინდოდა რა, უბრალოდ ეს მეთქვა იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც იქ არიან შეკრებილები და წივიან და კივიან, უზრდელობის მეტი და წივილ-კივილ იქ პატრიოტებს ვერავინ ვერ ხედავს. ვერავინ ვერ ხედავს, იმიტომ არ გიდგათ ხალხი გვერდით და არც დაგიდგებიან მომავალში. იმიტომ რომ რაც არ უნდა ტენოთ და რაც არ უნდა ტენოთ ქართველ ერს, რუსოფობია და შიგ ევროპაში შესვლა ქვეყნის, ეს არ არის ეროვნული იდეა. და ეს ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს მამული ენას არწმუნოებას. გამორიცხულია ეს არ მოხდება.
მიუხედავად იმისა, უზარმაზარ ფულს ხარჯავთ და ვერასდროს ვერ იქნება თქვენი მოძრაობა ეროვნული მოძრაობის ტოლფასი, თუმცა იქეთაც ზიადის და მერაბის სახელით ლაპარაკობთ ემას, რა ქვია, ევროპაში უნდა და სხვა შორის მინდა აქედან დავაანონსო ერთ ძალიან საინტერესო ფილმი მინდა შემოგთავაზოთ, მე 22 დეკემბრისთვის მოვახერხებ ამ ყველაფერს, რომელიც იმ ბნელ ლაბირინთებს და იმ ჯოჯოხეთს აჩვენებს საქართველოში დეტალურად, არ მინდა ჯერ მაინც სიურპრიზივით დავტოვოთ, შეიძლება ბევრს ნანახი აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას თუ როგორ მოიქცა დასავლეთი, როგორ მოიქცა ევროპა და როგორ მოიქცნენ ეროვნული ხელისუფლების მიმართ მაშინდელი ლიდერები. გავიგე გიორგი, გავიგე, სასიამოვნოა ეს ინფორმაცია, რომ გავიგე. ნიშნულობა ერთ მხრივ პიროვნება ყველა ინდივიდუალურად აგებს პასუხს ყველაფერზე, მაგრამ არ ვიცი ახლა ნამდვილად ეკალზე ვარდი არ ამოდის და უკეთეს ნამდვილად არ ველოდებოდი ისგანაც. შვილების ეპოქა დადგა, საერთოდ შვილების ეპოქა დადგა, მალე ალბათ ბიძინაც გამოაჩენს თავის შვილს და შეიძლება ან ბერა, ან ვინმე, ან ცოტნე, ან ვინმე შემოვიდეს პოლიტიკაში, ისე როგორც გუბაზეშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, ისევე როგორც ნათელაშვილის შვილი შემოვიდა, ისევე როგორც ბურჯანაძე შემოყავდა და რა ვიცი, ახლა მე მგონი ის რადონის პოლიტიკას აკეთებს, არ ვიცი, ანზორიკო პოლიტიკაში ვერ ხედავ ასევე ვერც აი სხვა ვინმე მშობლებზე უკეთესებს და თავისთავად ვერც ამას ვერ ხედავ, რომ მამამისზე უკეთესი იქნება. ისე ჯობია, რადგანაც მამაშენი ყოფილა ეს ადამიანი. ჟვანიას მკვლელობის შესახებ მოგიყვეს, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, ვიდრე მსგავსი რაღაცები ეს უფრო გვაინტერესებს ჩვენ და ეს უფრო აინტერესებს საზოგადოებას და შენც მეტ რეიტინგს გაგიზრდის, როგორ მოკლეს ჟვანია. მამაშენმა ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. და ჩვენც ვიცით, რომ იცის. და ჟვანიას თანამებრძოლი იყო ერთ-ერთი და ჩემთვის ჟვანია ნოლია სიმართლე გითხრათ და მე მას საქართველოს ისტორიაში დადებითად ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ, იმიტომ იყო ისიც აგენტი იყო, ისიც იყო მწვანეების აგენტი, შემოგზავნილი საქართველოში, ჩანერგილი თავის დროზე, პუტჩის ერთ-ერთი მხარდამჭერი, აქტიური მონაწილეც ამ ყველაფრის და შემდეგ თავისიანებმა მოკლეს რა, მაგრამ მაინც პრემიერ-მინისტრი ერქვა და ამათგან განსხვავებით გაწონასწორებული ეს ყოფილა. მაჭავარიანი რო იყო ნაცების დროს, მიხეილ მაჭავარიანი იმის ვაჟკაცი ყოფილა და ხო აი გურამ მაგაში არის საქმე, იმიტომ რომ დღეს საერთოდ პოლიტიკას ახასიათებს ესეთი რაღაც, რათაც მეტი დაბალი დონისაა, მით უმეტეს საზოგადოება იქ ყურადღებას იმას კი არ აქცევენ, ვინ რა დროს რას აკეთებდა და რას აკეთებს, იქ აქცევენ რა კარგად ლაპარაკობს. ამიტომ ამათ ქართველ ერზე აქვთ უდაბლესი წარმოდგენა, როგორც ნაცებს, ისე ქოცებს და ეს ნაცები და ეს ქოცები წარმოიდგენენ, რომ ქართველ ერს შეიძლება ყველაფერი აკადრო. აქედან გამომდინარე, მე საერთოდ არ მიკვირს, რომ აქცენტი გაკეთებულია კარგად ლაპარაკზე, დახვეწილ ლაპარაკზე, ეს ტექნოლოგიების საკითხი არის, რეპეტიტორების საკითხი არის, ფაქტების ერთობლიობის საკითხი არის და რა კაი ახალგაზრდა და მაგრამ რო შეხედავ ამ კაი ახალგაზრდების ბიოგრაფიას და რო შეხედავ მის ქმედებას და რომ შეხედავ დანარჩენ ეს ამაც ემკითხე გურამ, ხო აი ახლა დავაცადოთ და ვნახოთ ყველა არ არსებობს, ძმაო, ისევე როგორც აი ახლა დღესდღეობით, ხო, ქართული მიწის მადლი ყველას ჩამოხსნის ნიღაბს, ვინ როგორი ეროვნულია, ვის როგორ უყვარს თავისი სამშობლო, ვისთვის ძვირფასი არის ქართული მიწა, ვინ საერთოდ დაარდობს და უდარდია ამ ქვეყანაზე, ამას ეს პროცესი აუცილებლად ყველას ჩამოხსნის ნიღაბს და ძალიან ვთხოვ საზოგადოებას ყურადღებით იყავით, აქ არ არის საქმე რაღაცაზე, აქ არის ჩვენი წინაპრების ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენაზე, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის, ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხი არის ქართველი ერის არსებობის არარსებობისა, ეხება საქმე მიწას, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყურს, მოტანილს და ვინც ამ საკითხში აი ამ ქოცების ტაშპანდურის დამკვრელი არის და თავისი
სიბრიყვით, გაუნათლებლობით იდიო, თუმცა არ ვიცი მე იმას რა განათლება ჭირდება, როცა მილეული ერის კუთვნილ მიწას ყიდი და სახლდება იქ სხვა, ამას ღალატი თუ არ ქვია და ამას პირდაპირ გამყიდველობა თუ არ ქვია, არ ვიცი ამას რა ქვია, ამას არ ჭირდება ახლა ბევრი ფილოსოფოსობა, სამშობლოს მიწის გამყიდველი აბსოლუტურად ყველა არის მოღალატე. ხო. მაგრამ აინც დავაკვირდეთ დღეს ზომბირების ეპოქა არის და ესე შეუძლია დააზომბირონ ადამიანი თვითონაც ჯეროდეს რომ შავზე თეთრიაო იძახონ და თვითონაც გუშინდელი საერთოდ კოცებს ახასიათებთ ესეთი რაღაცა ეს კოცური ფენომენი ეგეთი არის რომ თვითონ იყვნენ ეს რა ქვია შემოქმედები ამ ყველაფრის თვითონ იყვნენ გასვლილი ამ ყველაფერში და მე სხვა შეუბნებოდნენ რომ ისა რა ქვია თურმე უიმე რას ამბობ აი იგივე მომენტს გეტყვით მაგალითად როდესაც კოცები გამოდიოდნენ და რომლებმაც LGBT კანონები მიიღეს რომლებმაც რა ვიცი რა პრაიდები და რა არ ატარეს და რა უბედურება არ უკეთეს ქართველებს და გამოვიდა კალაძე და გამოაცხადა კალაძემ რომ თურმე ესე იგი ეს არის რა ქვია ღირსეული მოქალაქე არის გათხოვილი კაცი საქართველოში და ასე შემდეგ და ახლა ებრძვიან ვითომ იმას რა ქვია LGBT პროპაგანდას ებრძვიან თურმე და გამოაცხადეს ესეთი რაღაცა რომ თურმე ჩვენ ქართველი მამაკაცები თურმე ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ კოცების რომ გათხოვება ესა რა ქვია გათხოვებიდან გადაარჩინეს ქართველი ერი, მოიცა თუ ნახავ ერთი მინდა გაჩვენოთ, კაცების გათხოვებიდან გადაარჩინეს თურმე ქართველი ერი და ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი ჩვენ ქართული ოცნების, ამიტომ ჩემოკარგებო ცა ეს არის? ვიცი, ვერ ვნახე ჯანდაბა ესა ნინო წილოსანისის შემხვდა ეს ქალბატონი პლატონურად მიყვარს. კონდა სადღაც ვერ მივაგენ ჯანდაბას მაგის თავი ამბობენ რომ კაცების გათხოვებიდანო გადავარჩინეთ ესო რა ქვია საქართველოს ვიხსენითო და თვითონ იყო ამ დროს გენდერული იდენტობის და LGBT-ების პირველი მომხრე და ესა რა არ ვიცი ნინო თუ თავის დროზე ძალიან გიყვარდა LGBT-ები და მაგათი უფლებების დაცვაში რავი გაქაფული იყავი და ესე სამი შვილის დედა ყოფილხარ და თუ ამერიკაში იყო LGBT-ობა თავის დროზე ქალზე რატო არ გათხოვდი ერთი და რატო არ გააჩინე ქალიდან შვილები მიკვირს რაღა კაცზე გათხოვდი და ახლა თურმე შვილები გინდა დაიცვა კაცების გათხოვებიდან და ქართველი მამაკაცები თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ იგივე ახლა ეს კოცის ფენომენი არის ყველა მიცის აი აჭრელებული არის შემთხვევით შემთხვევით ეს გამოკლებული მასხულია რო იყო ერთი მწერალი მოდელი რა ვიცი სელებრიტი რა ვიღაცა ის და ქართული ოცნების აქტიური კახი კალაძის მხარდამჭერი იყო ისიც და ახლა ტრიალობს აგერ აქ წამოსულა სადღაც შიგ ევროპაში და რა ვიცი ტრანსგენდერი გამხდარა და სახელით შეუცვლია ლორენა დოურქვია და გათხოვილა თურმე ბაღანა გათხოვილა თურმე კაი ბედიღბალში ჩავარდნილა სადარდებელი არაფერი არა თურმე კაი ბედიღბალშია ბოუში ჩავარდნილი და აქტიური მხარდამჭერი იყო კახი კალაძის და ქართული ოცნების და რა ვიცი ვერ დაგიცვიათ კოცებოთლა კარგად თქვენი ხალხი თქვენი ისინი რა ქვია ხარდამჭერები თანდათან თხოვდებიან ბაბულია და ნუ ახლა ზოგი გათხოვილი იყო გათხოვების გამო დააჯილდოვეთ ახლა ის რა ქვია იმას ბალენსიაგას მთავარი ისა რა ქვია დიდი ნიჭი და დიდი შრომა რო ჩადო ამ ყველაფერში საქართველოში რო ვერ ჩამოდის ოჯახი და გვარი რო არ ღებულობს გათხოვებისთვის ეროვნული ჯილდო ჩამოკიდეთ კაც ხო და ახლა მე აღარ გამიკვირდებოდა რომ თქვენი მომხრეები გათხოვდებოდნენ გათხოვილა ეგერ თურმე იგი რა ქვია მასხულიაც და გათხოვული მასხულია ეგერ შიგ ევროპიდან ზის და მის ქმართან ერთად სხვათა შორის მის ქმართან ერთად ლაპარაკობს თურმე რომ მღვდლებთან დადის და ზიარება აქვს და
თურმე ძალიან დიდი მორწმუნეები არიან და ასე შემდეგ. არ გაგიკვირდეთ, ესეც არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვფლობ სიტუაციას, ძალიან კარგად ვიცი ინფორმაციები. სუსის მასალებში შავი თეთრად არის ჩაწერილი, როდესაც მისტერ ვალენტინის პიდარასტების იმის რა ქვია, რო ახდენდა რა ქვია. იმის ჩატარებას ჯანდაბა რა ქვია. მოდების ჩვენებას რო ახდენდა, უკრძალავდნენ და დარეკა ერთ მაღალი იერარქიის მღვდელთან არქიმანდრიტთან და უთხრა რომ სუსიო მიკრძალავსო ჩატარებასო და თვითონ ის მამაოც ელჭეყეპეტე იყო შეიძლება რაღაც პერიოდი მასკულიას ქმარიც იყო არ ვიცი გეტყვი აგერავარო და მე მოვაგვარებო კაცო მაგ პრობლემასო და რეკავს ეგერ უშიშროების მინისტრის ხო უშიშროების მინისტრის მოადგილესთან რეკავს და მოგვარებულია ეგ პრობლემაო და მამაო რა მაგარი კაცი ხარ შენს მეტი ამას ვინ მოაგვარებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ხო და ახლა არ მიგვირს მე ეს გათხოვილი მეტრაკეები რომ იმაში რა ქვია ლოცულობდნენ და დადიოდნენ და მორწმუნეებიც ერქვათ აქ მაგრამ საქმე ისაა რომ ხოცებო ახულხულასანაიას ყოველთვის ახველებდა ევროპულად საერთოდ ხო ხო და ახლა რატო გადავედით აქ გადაშენდა მაგათ თავი და ტანი იქეთ რა უბრალოდ აი რა სიბინძურესთან აქვს საქმე მე რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს აი მე რატო გეუნებთ იცი რა უნდა ელაპარაკო აი ადამიანებს რომელი ადამიანებიც მასხულიას რა ვიცი მიმდევრები არიან და ვიცი ახლა მის არ ვიცი ჯერ დაწერილი რა არ მაქვს ის დრო რომ მწერალთა კავშირის საპატიო წევრი იყო და რა აქვს დაწერილი ახლა ნუ ახლა ისტორიაში ყოფილა ეგეთი რაღაცეები ეგერ ოსკარ უაილდიც ელჭეყეპეტე ყოფილა და ბევრი ცნობილი მწერლები ელჭეყეპეტეც ყოფილან მაგრამ ბიჭო მე ის გამკვირვებია არასდროს ისინი თავისი ელჭეყეპეტეობის შესახებ არ წერდნენ და პირიქით მალავდნენ ამ ყველაფერს და ეგენი თავისი წიგნით და დამტვინით ვერ აღწევენ ესა რა ქვი ვერაფერს და გათხოვებით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას დაღუპული ამ წერლობას და ყველაფერიც არის ჩვენთან ძალიან ცუდათაა საქმე და საერთოდ არ ვიცოდი ერთ-ერთი ხო კაი ბეჭი ჩავარდნილა ბაღანა აქ ევროპაში მცხოვრებ ქართველზე გათხოვილა ხო მაინც აქაც ბნელი ქართველი მონახა ქმრად თუ არა ვინც არის ვინ იყო იგი საქართველოში ჩაგრავენო რომ გამოიქცა და აქ ბელგიაში რო ჩაბარდა ტრანსგენდერი მე მეგობარი არ ვიცი ევროპელი ყოლია თუ აფრიკელი თუ არ მახსოვს იმის გვარი და მე იმ ევროპელმა მოკლა ელი გამოჭრა ხო და ნუ ალბათ მაინც ისევე ქართველი კაცი ურჩევნია მასხუს და ამათ ქართველი მამაკაცი მაინც სხვა არის და სუფთა ტრანსგენდერულ LGBT-ური ოჯახის შექმნეს ხო მაგი იყო მაგ გვარი შემარცხვენელი კაცო აი ლაპარაკობთ ახლა რა გვარში ყველგანაა კაი და ცუდი ერთმა დაიფაროს ნებისმიერი გვარი ასეთი ადამიანებიდან რა გითხრათ ახლა აბა მასხულია სალომეს ქეში ადარებდა თამარ მეფეს ახლა სალომე კი არა ბიძინა ივანიშვილი ადარებდა და იგი ადარებდა რა ქვია ჯანდაბა ქვია იმას ხაინდრავა და ეგენი ადარები ხო ბნელ გრუზინზე გათხოვულა ბოში და მე რატო ვამბობ იცი საერთოდ არ ვიცოდი კიდე ამას რა დაიმახსოვრებს ისე არიან მომრავლებული და ისე არის გარყვნილი და გადაგვარებული ხალხი და წამოყრილი და ვიღაცა ყოფილა ისა კიდე ელჭეყეპეტე ხო კრისტი ყოფილა და ვიღაცამ წერდა რაღაცაო დადო რაღაცაო დაპოსტავდა არ ვიცი მე ვთხარი ახლა მაგენის სახელების და გვარების დამახსოვრება კი არა რაც მაგ და სამახსოვრებელი ნეტა ეს ვიცოდე თქვა და შენო არიციო რამდენი გამომწერი ყავსო და აქეთ იქეთო და შევედი დამაინტერესა და შევედი მის გვერდზე ბიჭო და რო კითხო ეს ნორმალური ხალხი ჩამჯდარი არის და იმას იმდენი მაყურებელი ყავს და იმას იმდენი ტანჩის მკვლელი ყავს ისე რომ საქართველოს ბედი ადარდებდეს ვინმეს რა გაგვიჭირდებოდა ჩვენ და ისე რომ სამშობლოს მიწის გაყიდვის ბედი რო ადარდებდეს ვინმეს რა უნდა მოთხოვო ასე დეგრადირებულ საზოგადოებას აი ელემენტარულს ვამბობ ახლა მეც ხანდახან აი ეს დაიცალეთ ხალხო რა ამ დიდი წარმოდგენებიდან იმიტომ რომ მასობრივი
დებილიზმი არის აი ხო მაგი ხო და ბოდიშ ერთწუთი და ეხა რა უნდა ელაპარაკო შენ ამ მასას უნდა ელაპარაკო რუსთაველზე ამ მასას უნდა ელაპარაკო შენ გალაქტიონზე ამ მასას უნდა ელაპარაკო ვაჟაფშაველაზე თუ რა რაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს ბუნებრივია რომ ასეთ გადაგვარებულ და გარყვნილ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ბედი ხო უფრო აინტერესებთ ხო ეს ელჭეყეპეტეობა ხო და მაგი ეგ შემოძმაო ცალკე ფენომენი არის პორნოვარსკვლავი რო ჩამოვიდა ემაში საქართველოში და უცებ მორალის კითხვა რო დაუწყო ქართულ საზოგადოებას და ბლოგების ჩაწერა და როგორ მობრუნდა იმ გადაგვარებული ცხოვრებას ქოლუსი და მეორე დღეს რო საპატრიარქოს ტელევიზიაში დასვეს კი ჩვენ პასუხს არ ვცემენ აქამდე ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ეგ პრობლემა არაა ივედით გარეჯთან დაკავშირებით ძაღლმა არ გამოგხედა ხო და ქოლუსები და ესენები ხან საპატრიარქოში არიან და ხან საპატრიარქოს ტელევიზიაზე არიან გამოჩენილები და ხო და მოდი რა დავანებოთ ამ ფარისევლობას თავი და ჩვენც ეს მოვიხსნათ ეს ვარდისფერი სათვალეები და თქვათ და ვაღიაროთ ის რომ ძალიან დეგრადირებული ეპოქა არის აი ქართველობას გვართმევენ და კარგავენ ის რაც გაქვს შენ პატიოსნებას ცდილობას ნეობას ვაჟკაცობას ღირსებას იმას შენ თვითონ თუ არ დაკარგავ ვერავინ ვერ წაგართმევს და არ არსებობს ეს გაბოზებული გაჩათლახებული ის იყო ისეთი უბრალოდ გააკეთა ესეთი რაღაცა და ძალიან ბევრი მასიურად გადაგვარებული ხალხი არის იცი ძალიან მასიურად გადაგვარებული ხალხია და ჩვენ ახლა ამ ხალხისგან ვითხოვთ რომ სამშობლოს ბედზე ვილაპარაკოთ და სამშობლოს ბედია და არ აწუხებთ იმან სამშობლოს ბედი ამიტომ ძალიან კარგად იციან სულსმაც ძალიან კარგად იცის ოცნებამაც ძალიან კარგად იციან ამათმა დღევანდელი საზოგადოების განწყობები ვინ გარყვნილი ყავთ ვინ დაკომპრომატებული ყავთ აი გადახედეთ რა ელემენტარულად 2017 წელს ვენებს რო იჭრიდა ხალხი სამშობლოს და მიწის გაყიდვის გამო და ეს დღეს იქეთ არიან გადასული ან ზოგიერთი სოროებშია მუდუებივი ჩემძრალი და ჩასრილები არიან ხმას ვერ იღებენ პოსტს ვერ წერენ ბიჭო ფეისბუქზე ზოგი აპრავებს ხო და მოდი რა ილუზიები მოვიხსნათ მე დიდი ხანი არ მაქვს დიდი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე არის ალბათ ქვეყანაში დარჩენილი ერთი 10% მაინც 10% მაინც ისეთი პატრიოტი ეროვნული ადამიანები ვისაც ქვეყანა უყვარს ვისაც სინდის ნამუსი აქვს შერჩენილი და ამ სინდის ნამუსი შერჩენილი ადამიანების თავმოყრა და სამშობლოსთვის გადარჩენაზე თუ იქნება საუბარი თუ 90% ახლა როდესაც 1.5 მილიონიან ქალაქში 10,000 კაცზე მეტი არ მოიკრიბება ის რაც ეხება სამშობლოს ბედს და ქართულ მიწას რაზე უნდა ილაპარაკო და იმ ხალხის უმრავლესობა კიდე რაიონებიდან იყო ჩამოსული ხო და მოვიხსნათ რა ეს სათვალეები და შევხედოთ ამ ყველაფერს ნორმალურად ისე როგორც არ რეალურად არ შეიძლება სირაკლების პოზაში ყოფნა არადარდებს არც იმ ფეისბუქზე ვენების გადამჭრელ პატრიოტებს და არადარდებთ არა ეს მათსადარდებელი იმუშავეს ამ ყველაფერს და მიიღო ერმა ეს შედეგი ხო და ეხლა ჩვენ ამ ხალხზე ან რაში უნდა გქონდეს დიდი ინტელექტუალური წარმოდგენა უნდა გქონდეს ხალხი რომელიც ეს რა ქვია კრისტის ვიღაცა ელჭეყეპეტე კრისტის იმითი რა ქვია პოსტებით იძინებს და იღვიძებს ჩემოძმაო წესი და რიგით გიორგი
ერი ვის უნდა ენდოს, ეს კითხვა არ უნდა ჩნდებოდეს. ერი უნდა ენდოს ყველა იმ ადამიანს, რომელი ადამიანის ღია ბიოგრაფიით ცნობილი არის, ვინ არის, რა არის, როგორ უცხოვრებია და რას ამბობს და რას აკეთებს. აი ისეთ ადამიანს უნდა ენდოს, უნდა აიღოს ერმა ბიოგრაფია, ჩახედოს და ისე კი არა, რომ რაღაცაზე თვალი დახუჭოს და ხო ახლა ცუცსა და უარეს შორის და რაღაც მსგავსი ბოდვები კი არ უნდა გააკეთოს, ჩემო ძმაო. ერმა უნდა გააკეთოს პირდაპირ, всё, მოჭი, თუ არავინ არ არის ეგეთი პატრიოტი და თუ არავინ არ არის თავისი ბიოგრაფიით რაღაცას წარმოადგენდა და რაღაცას დღესაც აკეთებს, თუ ესეთი არავინ არ არის, ერმა უნდა დაანებოს ამ ყველაფერს თავი და უნდა ჩათვალოს, რომ ამ თაობაში დროის ამოცეულ ეპიზოდში ქართველი ერი უკვე გადაშენებულია, გადაგვარებულია, არის დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ სახელად, მხოლოდ და მხოლოდ ფორმად, ისტორია, ტრადიცია ეს ყველაფერი დროის გადმონაშთი არის, ისტორია და სამზარეულო საჭირო არის მხოლოდ და მხოლოდ ტურისტებისთვის, ვინც ჩამოვლიან მაგ ქვეყანაში, იცხოვრებენ და გადაქცეული ვართ სერვისის ერად. ხო. არ გამოდის რატო არ გიორგი, ერთ ელემენტარულს გეტყვი, კი, მე მესმის აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ხალხი არ გამოდის, რომ ხალხის არ გამოსვლას ბევრი მიზეზი აქვს. ბევრი მიზეზი აქვს, ჩემო ძმაო. და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის, რომ ამ ხალხს ყველამ გაუწმილა იმედები. ეს ხალხი ყველა მოატყუა. არც ერთის არ დაიჯერება. და არავის არ ჯერა ხალხს. იმიტომ ყველა მისი კუჭიზა და ყველა მისი ჯიბისთვის მოქმედებს და არ ენდობა ხალხი საზოგადოება ახლა, ხო? რა ვიცი, ვინცაა ნორმალური დარჩენილი, ის არ ენდობა ამ ყველაფერს. არ გამოდის. თვლიან და სხვათა შორის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც თავს ლიდერებად ასახებენ რაღაცა და არ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც წარმოადგენს მსგავსი პროტესტების მართვას. რატო? აი, იმიტომ რომ მათი ბიოგრაფია ლაპარაკობს ამ ყველაფერზე. დღეს ამ რთულ პერიოდში, ამ განადგურებულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ნიველირებულია, ყველაფერი დაცემულია, ყველაფერი განადგურებული არის, აი, როგორ დონეზე, იცი? რომ ანუ არავინ არ დარჩა საზოგადოებაში ავტორიტეტი. ასე დროს, რომ ამ ნიჰილიზმში ჩავარდნილი, იმეddაკარგულ ერს ვიღაცამ იმედი დაუბრუნოს და გვერდში დგომის სურვილი გამოუჩნდეს, ის ადამიანი უნდა იყოს უმციკლო ბიოგრაფიის, ძალიან დიდი განათლების, უნდა იცოდეს საკუთარი სამშობლო, უნდა იყოს, რა ვიცი, თხემით ტერფამდე ქართველი და უნდა ტკიოდეს სამშობლო, უნდა კონდეს ბიოგრაფია შესაბამისი, რომ უნდა მისი ბიოგრაფია უნდა ამტკიცებდეს მის სიტყვებს და უნდა კონდეს შესაბამისი უნარები. ძალიან რთული დრო არის. ძალიან გეთანხმები, პოლიტიკური ძალა არსად არ არსებობს სუფთა. მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ პარტიაზე თუ არის საუბარი, პოლიტიკური ძალა არსად არ არის სუფთა. სუფთა ერთადერთი შეიძლება იყოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. სუფთა შეიძლება იყოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც პარტია ვერასდროს ვერ იქნება სუფთა. პარტია შეიძლება იყოს იდეოლოგიზირებული და მის იდეურ საქმეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ადასტურებდეს და ხლა საქართველოში თქვენ მე თუ დამისახელებთ რომელიმე პარტიას, რომელი პარტიაც გამოვა და თავისი პოლიტიკური წარსულით დაელაპარაკება ხალხს და დაუმტკიცებს იმას, რომ დიახ, მე ვიდექი იქ, სადაც ქართველ ერს უჭირდა, მე ვიბრძოდი იქ, სადაც ქართველ ერს უჭირდა. დიახ, მე გავაკეთე ქართველი ინტერესებისთვის ყველაფერი. დიახ, მე გავწირე თავი საქართველოსთვის და ასე შემდეგ. და თუ ეს იქნება მართალი და თუ ეს იქნება რეალური, ხალხი დებილი არა. ასეთ ადამიანს გვერდში დაუდგება. არ არიან ეგეთები. ნუ ახლა ამ ხალხსაც ვერ გაუმტყუნებ, იმიტომ მე ნამდვილად ცრუ 100%-იანი ის არის, რა ქვია, ამბავი არის შემოძმაო ის, რომ ცრუ ლიდერის გაყოლას წყალსგაყვეის ჯობია. ნამდვილად ეგრე ჯობია, იმიტომ რომ დარჩები მოტყუებული, დარჩები გაწმილებული, ჩავარდები ნიჰილიზმში და ხელს ჩაიქნევ ყველაფერს. მე გეუბნებით, გაყიდული და ცრუ ლიდერის გაყოლას წყალსგაყვეს ადამიანის ჯობია 100%. ეგ ეგრეა.
ნუ რა ვიცი, ნუ ექნება რაღაცა ილუზიები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და დრო არის ისეთი, დრო თავისას მოითხოვს. ის ვითარება, რა ვითარებაც არის საქართველოში შექმნილი, დროა ესეც მოითხოვს. ესეთი პიროვნება ჯერჯერობით არ ჩანს. ესეთი ძალა ჯერჯერობით არ ჩანს. ეს ხალხი ვინც იძახიან, რომ გაგიჟებული პატრიოტები იყვნენ, კარგად აჩვენებენ თავიანთი ბიოგრაფიით, სად იყვნენ, როგორ იყვნენ, რანაირად იყვნენ და ახლა სად არიან. ხო, ნუ ხალხი არაა შემცდარი. ნუ ის რომ რთული დროება არის და ის რომ ამ რთულ დროებაში და ამ რთულ პერიოდში, რთული საერთოდ ზოგადად რა არის, იცით? რთული დრო, ჩვენ ახლა ამას ასე უყურებთ სამწუხაროდ ჩვენ აწმყოში არ გვიწყალა აწმყო და აი ესეთ რთულ დროებაში მოგვიწია ყოფნა, მაგრამ არ არსებობს, იცით, რთული დრო ადრე თუ გვიან მაინც ჭედავს ისეთ ადამიანს, რომელი ადამიანიც შემდეგ ამ რთულ დროებას ამარცხებს, თუ არ გადაშენდა ერი. იმიტომ რომ სხვა ვარიანტი არ არის. რა თქმა უნდა, ბატონი შალვა, ცოცხალი ენციკლოპედია არის, ბიოგრაფია ზემოთ მომწერე, შენ დღეს არ გეგმავთ ბატონ შალვასთან ლაივს, თუმცა ბატონი შალვა იყო სხვადასხვა ადგილმდებარეობებზე, მოინახულა გაყიდული მიწები, სადაც გვიმტკიცებენ, რომ მიწა არ იყიდება, სოფლები, ბატონი შალვა იყო და თემო ბოკელავაძე იყო ასევე. და ერთად მოიარეს, გადაიღეს და ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი აუცილებლად ლაივში და რა ვიცი, ახლა ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ ხალხო რა, იცით? ჩვენი საკეთებელი, ვისაც რა უნდა ისა თქვას, ჩვენ მაწისქვილმა ფქვილი გქოს, ჩვენი უნდა ვაკეთოთ. უნდა მივცეთ შეფასება, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა ვწეროთ ეს ლაივები, უნდა გავაზიაროთ, უნდა ვიაზროვნოთ, უნდა ვიფიქროთ, თორე ახლა ჩვენ თუ ხელი ჩავიქნიეთ, მაშინ ხო მაგათაც ეს უნდათ, ჩემო და თუ ეს ყველაფერი ბუნებრივი არის და თუ ეს ყველაფერი არ არის რაღაცა დაფინანსებული პატრიოტიზმი, როგორი დაფინანსებული როგორიც საერთოდ ხდება და დაფინანსებული პატრიოტიზმი შემოკარგებო ეს ძირითადად როგორც გეუბნებით არის რუსოფობიაზე დამყნელი შიგუკნიდან განათლება ევროპაში, ეს ძალიან მალე აჩვენებს და ძალიან მალე იმაშება. ზვიად ერთ რაღაცას ვიტყვი, მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა, არ შეიძლება ერთ რაღაცას ვიტყვი, იცი? არ შეიძლება ერთ ადამიანზე კონდეს ერთს ჩამოკიდებული ისა, რა ქვია. რა თქმა უნდა, ბატონი დემურიძე განათლებული ადამიანი არის და სამშობლო უყვარს და გამოცდილია და ყველაფერი, მე ვამბობ ზოგადად რას, იცი? არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ეს არის უკანასკნელი იმედი. თვითონაც ამბობს ამას სხვა, მე თუ არ ვიქნები, სხვა იქნება. არ შეიძლება ეგეთი, იმიტომ რომ თავის დროზე პლატონს აქვს ნათქვამი ცუდათაო იმ საზოგადოების საქმე, რომელსაც ერთ კაცი აქვს ბედიო ჩამოკიდებულია და მთელ ერს როდესაც ერთ პიროვნებაზე აქვს ჩამოკიდებული რაღაც იმედები, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ერთი პიროვნების ჩვენ ყველა სტუმრები ვართ წუთი სოფლის გაქრობას არაფერი არ უდგას წინ. და ეხლა მასე დავით აღმაშენებელი აღარაა და გიორგი ბრწყინვალე აღარაა, მაგრამ საქართველოს ჯერჯერობით არის. ნუ როგორი არის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხო ვართ ჯერჯერობით და იდეას უნდა ჩამოეკიდოს ხალხი. აი იდეა ჩამოკიდებული საზოგადოება არასდროს არ იქნება და ვინც ამ იდეას თვალთმაქცობს და არ იყენებს, იმას ჭირდება მკაცრი მხილება, დადასტურება და თქვა იმისი, რომ შენ აქ ეროვნულ საკითხებთან არაფერი არ გესაქმება. აი თუნდაც იგივე, ხო, ხლა მე მაქვს ინფორმაცია, ბოლო დროს იყო ესეთი ხელოვნური ცრუ ლიდერები შექმნილი იყო, მაგალითად, აი იგივე ვასაძის ფენომენი, რომელიც კაცშვილმა არ იცის, სად არის ამ დროსო და მე ძალიან კარგად ვიცი, სადაც არის. ძალიან კარგად ვიცი. მოსკოვში არის ეგ ერთ და დადის იქ ტაძარში, მსახურობს აღსარებებზე, ზიარებებზე, მაგრამ პოსტიც ვერ დაუწერია ამ საკითხებთან დაკავშირებით და გამოვიდა აგერ უცნობი და ქებადიდება დაუწყო, რომ აი ყველაზე თურმე ჭკვიანი ყოფილა, ყველაზე თურმე მაგარი ყოფილა, ახლა უცნობი რომ ამ დროებაში შეგაქებს. ჩემო ძმაო, მაგას დედის გინება ჯობია დედა გაგინოს კაცმა, იმიტომ რომ კაცი არის ოფიციალური მოღალატეა.
აი ეგეთ რაღაცებს იცი დაკვირვება ჭირდება. ეს მძიმე დროება ასე მარტივად არ გადის. ამ მძიმე დროებაში ყველა და ყველაფერი ჩანს. ხო და აი დიდ წარმოდგენებზე არ უნდა იქონიო დიდი წარმოდგენა საერთოდ პიროვნებების მიმართ რამის მიმართ მე არ გაწმილდები. ეგა ერთადერთი გამოსავალი რა. რა ვიცი, აი ამის თქვა მინდოდა ცოტა ხანი გასაუბრება მინდოდა თქვენთან. ბევრ საინტერესოს ვგებულობ მეც თქვენგან და ეს არ ვიცოდი ახლა მისი ვაშკაცი თუ იყო მაგალითად და გასაგებია ყველაფერი. ვიცი გვარზე ხდის საერთოდ. სოსო ერთი რაღაცის თქვა მინდა, იცი, გამოფხიზლება, ცოტა ისეთი სიტყვა არის ახლა. გამოფხიზლება წესდერიგით ამ დროს არ უნდა ჭირდებოდეს ადამიანს. არ უნდა ჭირდებოდეს, იმიტომ რომ მეტი რამ უნდა გამოგაფხიზლოს შეიძლება რაღაცა როდესაც გართული ხარ რაღაცეებით რა და როდესაც ამ გაჭირვების ქვაბში ხარშები და როდესაც ხედავ რომ როგორ გეცლება უკვე ფიზიკურად გეცლება შენი ოჯახის წევრები, შენი ნათესავები, შენი მეგობრები, შენი მეზობლები და მათ ადგილს უკვე იკავებენ უცხოტომელები და ამ უცხოტომელებზე პლუს რომ მივაყოლოთ ამ ყველაფერს, ამ უცხოტომელებს კიდევ რასაკეთებენ მე დღეს ვთქვათ შორის მინდა ხვალისთვის გაჩვენოთ და ამიკავშირდა ერთი ადამიანი ამ უცხოტომელებთან დაკავშირებით და ხვალისთვის დავდებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას. თუ რა ხდება საქართველოში, როგორ იქცევიან ქართველების მიმართ უამრავი სხვა რამ. ძალიან ბევრი რამ ჩემო კარგები. ახლა ამას უკვე გამოფხიზლება აღარ ჭირდება, ამას ჭირდება ქმედება. კი, ქალბატონი დენიზა სუმბაძე. აუცილებლად იქნება ქალბატონი დენიზა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, ღმერთმა სიკეთე მისცეს. ეს არის ცოცხალი ენციკლოპედია და მემატიანე ჩვენი უახლესი ისტორიის უშუალო მონაწილე ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა ქალბატონ დენიზასთან გვექნება ვიდეო ლაივებიც, ბევრი საინტერესო ინფორმაციებსაც მოგვაწოდებს. აი ამას უკვე გამოფხიზლება არ უნდა ძმა, არ ვიცი, ვერ გეტყვი, აი უკვე მიწას გიყიდიან, გისახლებენ ახლა. ამან თუ არ წაგიყვანა ქმედებაზე, ვერ გეტყვი ვერაფერს რა. ილია ჭავჭავაძე ამბობდა მისი არ იყოსო, ქართველებო გამოფხიზლით, გეუბნებით და თქვენო სხვა მეორე მხარეს ბრუნდებით და იძინებთო და ძალიან ბევრი ვერცხლ მოყვარი ადამიანი ყოლია უბრალოდ რა, აი ქართველი ადამიანი ყოველთვის იყო აი ვაჭრობიდან და მატერიალიზმიდან შორს და იყო მაღალღირებულებებზე მოაზროვნე, მოფიქრელი და მოქმედი, ზუსტად ამან მოიყვანა აქამდე და ვაჭრობა მიუღებელი იყო ქართველი კაცისთვის. ამიტომ არ გვავდით ჩვენ არც ევროპელებს და არც აზიელებს. თანამედროვე საზოგადოებამ ვაჭრობა ისე ისწავლა, მე თვითონ საქონლის გაყიდვაზე კი არა მაქვს საუბარი. მე აქ უკვე ადამიანების ყიდვა გაყიდვაზე მაქვს საუბარი, ასეთი საშინელი ფორმით ძალიან კომერსანტი გახდნენ ქართველები. ოღონდ ადამიანების იმით რასიზამ უნდა აიტანო ის რაც არის და უნდა იფიქრო რომ რაი როგორ გამოვიდე. ოცნებები, ასეთი ატვრები, რაღაც ილუზიები, ეს ყველაფერი უკვე დამსხვრეულია. და მე მგონი დამსხვრეულია მითები და ილუზიები ამ ჩვენ თაობაში იბერიის გაბრწყინების შესახებ. დამსხვრეული არის შიგ ევროპისკენ და ნატო კვატორსკენ მოსიარულე ეს მითების დამსხვრეული არის, ხო? დამსხვრეული არის აი ეს ვითომ ფსევდო ეროვნულების და ასე შემდეგ ხელისუფლების ეროვნული ხელისუფლების აღდგენის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მითები. არ ვიცი, ყველა და ერთ მხრივ კარგია, როდესაც ყველაფერი დაეცემა, აი ბოლომდე დაცემის ეპოქა როდესაც არის და რაღაცა ბოლომდე უნდა დაინგრეს, რომ ახალი წარმოიშვას.
სანამ ჯერ კიდევ ვართ ადამიანები, რომლებიც ასე ვფიქრობთ და ასე ვაფასებთ მოვლენებს და გამყიდველს ვეძახით, მოღალატეს ვეძახით და სამშობლო ძვირფასი გვაქვს, მანამდე არ შეიძლება ითქვას, რომ თლად დაღუპული არის ჩვენი საქმე, მაგრამ ის რომ ცუდი დროება ამაზე და თავარი პრობლემა რა არის, იცით? თავარი პრობლემა ყოფილი ხელისუფლებების, მოქმედი ხელისუფლების სამიზნე და ისეთი ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების ზუსტად ის ფენა არის, რომელი ფენაც პატრიოტები, სამშობლოს პატრიოტები არიან და ყოველთვის ესე იყო. იმიტომ რომ ესე იყო 90-იანი წლების პერიოდში, ესე იყო აფხაზეთის ომი, ამას ემსახურებოდა, რომ ერში გაწყვეტილიყო ზუსტად ის საუკეთესო ნარჩევი ადამიანები, ვისაც სამშობლოსთვის ბრძოლა შეეძლო, შემდეგ 2008 წელიც ამისი იყო, ყველაფერი ქართულის, ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ სააკოვის ბრძოლა ამას ემსახურებოდა და ივანიშვილის აი ამ ქოცატყუილა ხელისუფლება ზუსტად ამას ემსახურება, აქ არაფერი წმინდა არა ამაში დარჩენილია, ერთი მარტო წმინდა ბიძინა. და თქვენ რანაირი უმადურები ხართ, კაც 2 მილიარდი წაართვეს და თქვენთვის რომ ვინმეს რამე წაერთვა, აბა რა იქნება, რაც ფულში გადატანილი პატრიოტიზმი. რა თქმა უნდა, ზურაბ გააუფასურეს, იმიტომ რომ ჩემთვის პოლიტიკის ეტალონი, ასე რომ ვთქვათ, ვინც ამ 20 საუკუნის პერიოდის, ეხლა სტალინზე არ ვსაუბრობ, იმიტომ სტალინის სხვა განზომილება არის, არ შეიძლება ეხლა ჩვეულებრივი, ჩემი გონება ვერ წვდება მის იმას, ამიტომ არსებობს სტალინი და არსებობენ დანარჩენები, მაგრამ აი მოქმედ პოლიტიკოსებში, რომლებიც იყვნენ მე-20 საუკუნეში, რთულ დროებაში, ამაზე ზემძიმე დროებაში, შარლ დე გოლი იყო ჩემთვის ეტალონი პოლიტიკის, პატრიოტიზმის, როგორც სამხედრო საქმის, ასევე ეროვნული განმანთავისუფლებელი ბრძოლის და ვამბობ და ისეთ რაღაცას, რომელიც აი ჩემთვის ძალიან ბევრის მეტყველი არის და ალბათ ყველა დაკვირვებული ადამიანისთვის დაუშვებელია ქვეყნის სათავეში დაბალი დონის ადამიანების მოსვლა, ისინი ქვეყანას თავის დონეზე დაიყვანონ. აი ეს არის სააკაშვილის მართული ქვეყანა, ის იყო შევარდნაძის მართული ქვეყანა და ეს არის აი ზოოპარკის რა ქვია იმას ოჩოპინდრეს მართული ზოოპარკის ქვეყანა, რა დონის ადამიანებიც არიან სათავეში, იმ დონის ცხოვრებაა და როგორც განათლებით, ისევე ზნეობრით და მორალით. შეუძლებელია ახლა აქ იყოს სხვანაირი ცხოვრება. ხო, ეგრე არის. სამწუხაროდ მოგვიწია ჩვენ ამათ შემყურე ეს ყველაფერი რა, მისყურება. ხო და რა არის იცით, ახლა კი ვსაუბრობთ დროებაზე და კი ვსაუბრობთ ამ რთულ პერიოდებზე და რაღაცებზე და მართლაც არის ხო, მართლა ზეუმძიმესი პერიოდი არის, მაგრამ და ხედავთ აი ჩვენი ქვეყნის ამ ყველაფერს, მაგრამ იცი რა, რაღაცას უნდა დაუკვირდეთ, რომ ამაზე რთული პერიოდებიც არსებულა. ამაზე რთული პერიოდებიც არსებულა, ბევრად რთული პერიოდები არსებულა, არც ისე შორს, სხვათა შორის, თუნდაც იგივე მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბადებული თაობა, რომელმა თაობამაც ჯერ ნახა პირველი მსოფლიო ომი, მერე ნახა რეალური პანდემია, ისპანკის პერიოდი, ეს უკვე ომის დამთავრების მერე 1918 წელი, მერე როდესაც ნახა ეს ბოლშევიზმი და ეს არეულობა და ეს ასე შემდეგ, მერე 30-იანი წლები, რეპრესიების პერიოდი და შიდა სამოქალაქო დაპირისპირება, თაობა მერე რომელმაც ამ თაობამ ნახა მეორე მსოფლიო ომიც და გაიმარჯვა ყველაფერზე. და ეხლა როდესაც ჩვენი თაობის და მომავალი თაობის ადამიანები რთულ დროებაზე დაილაპარაკებენ, უნდა იფიქრონ იმ თუნდაც 1905-1900 წლების დასაწყისში დაბადებულ თაობაზე საქართველოში, რომელმაც თავისი 50 წლის სიცოცხლის მანძილზე, ანუ 1950 წელს უკვე ორი მსოფლიო ომი გაიარა, რეალური პანდემიები გაიარა, ოკუპაცია გაიარა, რეპრესიები გაიარა
1000 უბედურება ნახა, მაინც საქართველოს გამოიყვანა, გადაარჩინა და გააგრძელა ცხოვრება. ახლა ეს ერთ-ერთი მოკლე პერიოდს ვამბობ და ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით ამ იმაზე მიგარი მეგობარმა მითხრა რომ არ ვართ ჯერ ჩვენ მისული იმ დონემდე რომ კაცჭამია ქართველი როგორც უნდა გახდეს ისეთი რომ უნდა გახდეს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. არ ვიდავი მართალია. ჯერჯერობით კიდე არის სახრავი და საარსებოდ არჩევი. ამიტომ ვცდილობენ რომ ბოლომდე ქართველი არ გაამწარო. ახლა რა გითხრა გიორგი მე ახლა ჩერჩილის მიმართებაში სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. მე არ ვთვლი რომ ჩერჩილი იყო რაღაცა გენიალური პიროვნება, რაღაცა ახლა ყოველ შემთხვევაში დეგოლს ნამდვილად ვერ შევადარებ და ვერც სტალინს ვერ შევადარებ. იმიტომ რომ თუ ჩერჩილის ბიოგრაფიას წაიკითხავ და ჩერჩილის ნაბიჯუტურებებს და ნამოქმედარებს თუნდაც პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ახალგაზრდა ოფიცერი იყო და თავისი იდიოტიზმით და თავისი სისულელით სტამბულისკენ დესანტის გადასხმას რამდენი ბრიტანელი და ის შეეწირა მარტო ახლა არა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე სხვა ბევრი რაღაცეებით, ხო? ახლა იმ დროებაში ინგლისში უკეთესი არ იყო ჩემბერლენი, სუსტი, უსუსტესი მმართველი იყო ჩემბერლენი და დროება მოიტანა თვითონ რომ მისმა ნამართმა ბრიტანეთის იმპერიამ საერთოდ დაკარგა როგორც ასეთი იმპერიული სტატუსი. თუმცა შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო და საერთოდ ბრიტანეთს დაეკარგა საერთოდ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მაგრამ რასაც ჩერჩილს ვერავინ ვერ დაუკარგავს, ძალიან გონება მახვილი იყო, ძალიან ენაწყლიანი იყო, მოსწრებული სიტყვა პასუხი ჰქონდა, უნარიანი კაცი იყო ნამდვილად, მაგრამ აი რო გითხრა ახლა რომ ერთადერთი შეიძლება ითქვას რომ ჩემბერლენს ჯობდა ნახවත් და ბრიტანეთი გადაარჩინა კაქრობას. თორე ჰქონდა ამის დიდი შანსი ბრიტანეთს. თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ მაინც იმ დროს, როდესაც ის გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთი უზარმაზარი კოლონიების პატრონი იყო, უზარმაზარი არმიის პატრონი იყო, უზარმაზარი ფულის პატრონი იყო, სპეცსამსახურების და სხვა ბევრი რაღაცეების და ვერ შევადრი ნამდვილად ვერც სტალინს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის და სამოქალაქო ომის გაძარცულ, განადგურებულ კავის რუსეთში მოვიდა და დატოვა ბირთვულ სახელმწიფოდ და რა თქმა უნდა ვერ შევადრი ვერც დეგოლს, რომელმაც საერთოდ დაკარგა სამშობლო, საერთოდ დაკარგა ყველაფერი და როგორც მითიური ფენიქსი ის აღადგინა საფრანგეთი ფერფლიდან. ამას ნამდვილად ვერ შევადარებ და ბირთვული ტრიადით გაძლიერებული ქვეყანა დატოვა. ამიტომ ესა ჩემი შეხედულება, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მე არ ვამბობ რომ ამტკიცებდე რომ ინა თუ არა ჩერჩილი ესეთი იყო, მაგრამ ჩემი აზრია, ჩემი სუბიექტური აზრია ჩერჩილთან მიმართებაში. შეიძლება ვცდები, მე ვერ ვიტყვი. გარიბალდი ახლა ეს ერთობის სიმბოლო არის და გამაერთიანებელი არის იტალიელი ერის და იტალიელი სახელმწიფოს. იმიტომ მიუძღვნა ილია მესმის სანატრელი ხა ბორკილის ხმა მტრევის. სიკეთის ხმა ქვეყნათა ქუხს დასადგუნად ბოროტისა. აღმიტაცემს ეს ხმა მეცა და აღმიძრავს იმეც გულში. ღმერთო ეს ხმატკვილი გამაგოლე ჩემ მამულში. ვერ გავიგონეთ ჯერჯერობით და გავიგონებთ იმედია მომავალში. ჰიტლერზე არ ვდაობ. ჰიტლერზე არ ვდაობ. ჰიტლერი იყო უძლიერესი პიროვნება და ჰიტლერს მე სიმართლე გითხრა, რო არ ყოფილიყო ჰიტლერის პერიოდში აი ეს საკონცენტრაციო ბანაკები და ხალხის დადნა და დაწვა და წამება და ამ ფორმით მოპყრობა, მე სიმართლე გითხრა ჰიტლერს როგორც პოლიტიკოს აი ეს ყველაფერი რო გამოაკლო, რაც იყო ეს წამება ჟლეტა ებრაელების, არა მარტო ებრაელების, სხვადასხვა ერების თანაც ამ ფორმით დანარჩენში უდიდესი პიროვნება იყო. ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ყველა დანაპირები შეასრულა ეს სხვათა შორის. ჰიტლერი
გერმანული სიზუსტით მიყვებოდა ყველაფერს. რა ვიცი, როგორც დაამთავრა, მე მისმა ნამოქმედარმა ესე დაამთავრა, მაგრამ როგორც პატრიოტიზმი და როგორც პოლიტიკოსი ნამდვილად დიდი იყო, ასე არ ვიტავებ. ათათურქი კი ძლიერი იყო ათათურქი, თუმცა თურქეთიც ათათურქმა გადაარჩინა და ახლა მისი ნაწილობრივ მისი დამსახურებაც არის, რომ ქონდა ესეთი პოლიტიკა, რომ ლენინს შეუძვრა და საქართველოს ანექსიის მერე თუ რამე შეიარაღება იყო, ლენინმა მიცა ყველაფერი. აქედან გაატანა და მოიგომა ყველაფერი, მაგრამ ახლა ათათურქი მაინც, რა ვიცი, დიდი სოფლიო დონის ვერ იყო, მაგრამ სხვა შორის ჩერჩილი ვახსენე და მისი გადასხმული დესანტი, რომელიც სტამბულის ასაღებად მოქმედებდა და კატასტროფული მარცხი განიცადა, ათათურქის დაცვის დოქტრინით იქნა მოგერიებული, როგორც ნახევარკუნძულზე, ასევე ბოსფორის და დარდანელის დანაღმვა და ესე შემდეგ, ამიტომ ათათურქს ჩერჩილიდან განსხვავებით ქონდა ნამდვილად ისეთი რაღაცეები, რომ სამხედრო გამოვლინებები ქონდა. არა, ესა ვაკო, არა მარტო მუსლიმანები ეზიზღებოდა, ზოგადად ათათურქს სარწმუნოება ეზიზღებოდა. და ამბობდა ღიად იმას, რომ სამარცხვინო არის ის ლიდერი, რომელიც რელიგიას სახელმწიფოს მართვისთვის იყენებს. არ მჭირდება რელიგია, ჩვეულებრივი ბოლშევიკი იყო რა. უი, მაგას ჩემო ძმაო, მაგას საერთოდ ნუ ამბობ. ეხა ის რაც ინგლისელებმა ზოგადად კი ბატონო, ახლა მე კი ამბობს იმ ფაქტს, რომ ინდოელები შიმშილით დახოცა და სხვათა შორის ჩერჩილმა და სხვათა შორის რა იყო იცი? ნინია კაკაბაძის ძმა რო არის, ირაკლი კაკაბაძე, ის რო იყო იმაში ჩასული ინდოეთში, მისთვის უთქვიათ, რომ სტალინსო თქვენო ქართველები როგორ ეკიდებითო და ცუდათო რა. რატო ეკიდებითო? კაცო, ცუდათო. აი რეპრესიებიო გაატარაო რა, ხალხიო დაიხრიტაო. რამდენი იყო ეს ხალხიო დახრეტილიო და საცხაო 20,000 თუ 30,000. აუშეჩია ინდოელს ხარ შენო პირადად, ხო, მეც მასევე ეკიდებიო. თქვენო სულელები ხო არა ხართ ისე. 30,000 კი არაო? ზუსტად ჩერჩილის პერიოდშიო მილიონობით ინდოელი ამოგვიწყვიტა შიმშილითო და წყურვილითო. სტალინი იყო ინდოეთისთვისო და ჩვენთვისო განმანთავისუფლებისო, კაცობრიობის განმანთავისუფლების სიმბოლოა და დღესაც რო აგერ რამდენიმე შტატშიო სტალინი ქვია ხალხსო და არჩევნებში ღებულობენო მონაწილეობასო და იბრძვიან იმისთვის, რომ ინდოეთის ცხოვრება უკეთესი, დაფიქრდით პატარა ხალხო, ტვინი არა გაქვთ თავშიო? კი, წიხვეშ გაიგდეს კი ნა. ნუ საერთოდ ინგლისელები თავის ჩადენილ დანაშაულებებს არასდროს არ აღიარებს. არ ზოგადად შიგ ევროპელებს ეგრეთ ჩვევიათ ის ბირთვული ბომბი თურმე იაპონიაში მოკავშირეებმა ჩამოაგდეს და ამერიკამ არ ჩამოაგდო. ინგლისელები თურმე ბურებს რასაც უკეთებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებს, ეს თურმე მაშინ ასე იყო საჭირო და საკონცენტრაციო ბანაკი არ ყოფილა თურმე. ნუ იგივე თუნდაც ბელგიელები, როდესაც კონგოს პირად საკუთრებაში ჰქონდათ და ხალხს ატყავებდნენ და ათასუბედურებას უკეთებდნენ, ეს თურმე არაფერი და ხალხის ზოოპარკი რო ჰქონდათ 56 წლამდე. ახლა ინდოეთის ამბავი თავად ახსენე. საინტერესო მომენტი არის ირლანდიის შიმშილობის საკითხი, როდესაც მთელი ირლანდიას გენოციდი მოუწყვეს, რა გოლოდომორი შედალოცვილო. გოლოდომორი კი არა, არ ვიცი იმას რა ერქვა, მის მერე დაიწყო ძირითადად ირლანდიელების გასახლება და ან ბედკრული ერი აღმოჩნდა, იმ დონეზე მოუწყვეს გენოციდი ირლანდიელებს ინგლისელებმა. ვისაც გაინტერესებს, წაიკითხეთ ირლანდიის შიმშილობა. რა იქ ორია, ირლანდიის შიმშილობა ორია, ერთი არის, როდესაც
ირას მეთაურები შიმშილობდნენ და შიმშილით პროტესტის გამო მოიკლეს თავი და მეორე არის ისტორიული შიმშილობა, როდესაც ინგლისელებმა საერთოდ კარტოფილი და საჭმელ-სასმელი არ დაუტოვეს არაფერი და თურქეთის სულთანს შეეცოდა ირლანდიელები. თურქეთის სულთანს და გემები გააგზავნა საჭმელით. გემები, იმიტომ არის ირლანდიის ერთ-ერთი მასა ეს ნახევარმთვარე გამოსახული. თურქეთის სულთანს შეეცოდა ინგლისელის ნამოქმედარი ირლანდიელზე და გემებით გააგზავნა საჭმელი, რომ ხალხიო შიმშილით იხოცებაო. ამიტომ ინგლისელების ნამოქმედარი ეს არა უშავს. მე რა მოხდა გასულ ინგლისელია და აკეთებ. კი ბატონო, ვიყავი შეგიძლია ნახო ლეოპოლდას ძეგლი. დიდი სიყვარულით გამოჯგიმული ყავთ ეგერთან. მე რა მოხდა? არა მარტო ერთ ადგილას, სხვადასხვა ადგილას. ამ გოლოდომორს კიდე რო იხსენებენ, იმ გოლოდომორის ამბავი ის არ ყოფილა როგორც ისინი წარმოაჩენ, კი იყო შიმშილი, კი იყო გაჭირვება, კი იყო უამრავი პრობლემები იქ, მაგრამ ეს როგორც ჩვევიათ საერთოდ უკრაინელებს მოპარვა, რესურსების გაცემა, არ განაწილება შესაბამისად და მათ შორის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო იმ გოლოდომორის პერიოდში ევროპამ საბჭოთა კავშირს მოთხოვა ვალების გადახდა ხორბლის სახით. ხორბლის სახით, რომელმაც ასევე ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ინგლისის იმისი რა ქვია გოლოდომორის ამბავში. სიმართლე გითხრა პეტრე პირველის ამბავი რუსეთის ისტორიაში სიმართლე გითხრა ცოტა ავიცი სადაო საკითხი არის, თუმცა როგორც მეფე და იმპერიის მმართველი კი ბატონო ძლიერი იყო, მაგრამ როგორც ის მოექცა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და როგორ მოექცა თვითონ რუს მუჟიკებს და პეტრედან დაიწყო სიმართლე გითხრა რუსეთში იმენა რუსის ჩაგვრა და რუსის ხარჯზე მერე უკვე იმ ფორმის იმპერიის შექმნა, რომელიც დღემდე არსებობს და როგორც საქართველოში ქართველის მეტი არავინ დაჩაგვრულა, პირდაპირ გეტყვით, რომ რუსეთში, რასაც ქვია რუსი, აი წმინდა რუსი, იმის მეტი არავინ არ დაჩაგვრულა. ეგ ცოტა სადაო საკითხია, იგივე მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ აუქმა თვითმმართველობა და თვითონ ჩაუქნა, მერე სტალინმა აღადგინა სხვათა შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას და საქართველოს დამოუკიდებლობას. სიამოვნებით ვილაპარაკებდი მაგ თემებთან დაკავშირებით. ნახოთ, TikTok-ი მინდა გავაკეთო, სადაც უფრო მეტი კაი ფორმატი არის. პრინციპში კი მაქვს, მაგრამ და ვისაუბროთ მაგ თემებთან დაკავშირებით. ინგლისი არსებობს ეს ირლანდიური ანდაზა. თუ ორი მეზობელიო ჩხუბობსო, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთთან გუშინ ინგლისელის სტუმარი იყო მისულიო. ყველაფერი არეულობების, სკანდალების და უბედურობების თავი ეს არის ლონდონი. ასე იყო ოდითგან. კარგი, დაგემშვიდობებით, მადლობა ყველას ყურადღებისთვის. აი ხარით.